მერტმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ სულიერი წისვლა მოგცეთ. შეგიმსუბუქოთ ეს მძიმე მიწიერი ცხოვრება, შეგიმსუბუქოთ უფალმა ხორციელი გაჭირვება, მატერიალური გაჭირვება, რომლის პრესში, რომლის კვირტშიც ჩვენ ვართ ქრისტიანები არა დამხინებული არ არის ამ სოფელში და მენტალური რა თქმა უნდა პირველ რიგში ემოციონალური და მენტალური პრესი და მენტალური დეპრესია და გაჭირვება და ასე ვთქვათ წნეხი ეს მენტალური სულიერი ეს უარესია ეს უარესია რა თქმა უნდა სული და ხორცი ერთად არის მაგრამ ორივე დამშვიდებული უნდა იყოს სულიერის და ხორციელი ასპექტის ადამიანში ორივე უნდა იყოს დამშვიდებული უნდა იყოს კონცენტრირებული უნდა განთავისუფლდეს ამ ქვეყნის საზღუნავისაგან. ნუ საქმედანაც არ არის ადვილი, მაგრამ როგორი არის, ამ ქვეყნის საზღუნავისაგან განთავისუფლდეს. მაგრამ იდეა ესაა, რომ უნდა ყოველივე მსოფლიო დაუტევოს ზრუნვა და ძირითადად მიხედოს ქრისტიანობა. სულის ცხოვრებას მიხედოს, თორე გადის ცხოვრება. წელიწადს მიდის, წლებს მიდის. ამიტომ სული და ჯული არ დაივიწყონდა ადამიანს. თორე ეს საზრუნავი არასდროს არ გამოილა. არასოდეს არ გამოილა. ახლა გავლენას ახდენს მატერიალური სივრცე, მატერიალური მოთხოვნილებები, ხორცი, სხეული თავისას ითხოვს. ახდენს გავლენას ჩვენზე და არ განაპირობებს, მაგრამ გავლენას ახდენს გადახრის და ნაწილობრივ, ვთქვათ, მოქმედებს, მაგრამ სრულად ვერ იმორჩილებს სულიერ მოთხოვნილებს, სულიერ მიზნებს ადამიანისა. ფიქრებს, შეგრძნებებს შეუძლია ზეგავლენის მოხდენა. მაგრამ თუ ადამიანი, ვთქვათ, გონივრულად მოიქცევა და მართლმადიდებელი ეკლესიის ასკეზას ჩაუღრმავდება და რჩევებს, როგორ მოიქცეს, როგორ გადალახავს ეს უხილავი ბრძოლები, აუცილებლად გადალახავს და წავაწიენ. მრავალი მდგომარეობა არსებობს. მაგრამ ყველაზე მთავარი მდგომარეობა ჩვენთვის არის იღვიძებდით და ილოცებდით, რათა არ შეხვიდეთ განსასწრებში. აი ამ გონებრივი სიფხიზლის, სულიერი სიფხიზლის გააქტიურებული მდგომარეობა, ეს არის აუცილებელი. ეს არის მთავარი მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი ასკეტური წვრთნა, რომ ადამიანი იყოს ღვიძარე სულიერად და იყოს მლოცველი. რო არ შევიდეს განსასწრებში. და ნუ შემიყვანებს ჩვენ განსასწრებს, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან. მაგრამ ეს დემონური ძალები, რომლებიც ბოროტად არის წოდებული, ეს დემონური იერარქია ადამიანზე ზემოქმედებს, არ აძალებს, არ ძალადობს, მაგრამ გადახრის მას. მაგრამ თუ ადამიანი მოინდომებს და უფალს ევედრება და შეავედრებს თავს და სულ ლოცვით ურთიერთობაშია უფალთან, ლოცვით მდგომარეობაშია, უფალთან საიდუმლოებრივი ურთიერთობიცა და უშუალოდ დღეს რომელიც ზიარებას უნდა აღინიშნოს, ხო? რომ მიიღო ზიარება დღეს, ეს უკვე საიდუმლოებრივი ურთიერთობის განხორციელება თქვენსა და უფალს შორის კავშირის აღდგენაა. კვლავ ეს არ არის რიტუალი, ხოლმე ფორმალური, ხომ ეს ერთ-ერთი საიდუმლოა, უდიდესი საიდუმლო მართლმადიდებელი ეკლესიის. ამიტომ მნიშვნელოვანია ძალიან, რომ ჩვენი ცხოვრებაში წესრიგის დასამყარებლად და თუ დამყარებული არ არის, თუ დამყარებულია წესრიგის შესანარჩუნებლად, დიდი ძალისხმევა გავიღოთ, რომ ღმერთთან კავშირის და ღმერთის დახმარების გარეშე ამ წესრიგის არა მარტო დამყარება, არამედ შენარჩუნებაც წარმოუდგენელია, მაგრამ შესაძლებელია თუ უფალთან გვექნება ურთიერთობა. უფალთან ურთიერთობა როგორ გვაქვს? ლოცვით, მარხვით, აი დღეს ზიარებით დავუშვათ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ყოველდღიური საუბარი უფალთან, მოძღვართან, ყოველდღიური ყურადღება, ფისმსახურებითი ყურადღება სულიერი ასპექტებისგან, ინდივიდუალური ურთიერთობა უფალთან, მოძღვართან, თუ დასთან ძმას მეკასაგებია და სიყვარულით სავსე გული, სიყვარულით ავსებული თვალები, სულიერი, ემოციონალური და ყველანაირად ანთებული ადამიანის სიყვარული. და ეს უხარია უფალს და არა ჩამამტირალი რაღაცა წაშლილი, დაფეთებული და ფერდაკარგული ადამიანი. ესეთი რა უფალს უნდა შემოიღოს სიყვარულით ანთებული გულით, სავსე. თვალებში სიყვარული გირწყინავდეს. კეთილგანწყობილი იყოს. თესავდეს სიყვარულს. ვთქვათ, გონება შენი განწმენდილი იყოს, გული შენი განწმენდილი იყოს.
აი ეს არის გამოსვლა ჭეშმარიტ სინამდვილესთან შეხვედრა. ეს არის და ილუზიიდან გამოსვლა ჭეშმარიტ სინამდვილესთან შეხვედრა. აი ეს უნდა უფალს თქვენგან. აი ესე უნდა იყოს და ესე ვიცხოვროთ. არა ჩვენს რაღაცა მიწიერი მოთხოვნილებების სიზმრებში და ილუზიებში, არამედ ნამდვილი ფასეულობები, რაც უფალს უნდა. ესე არის ხორცი შემიხონა, ეს არის ისიც პირდაპირ მიუთითებს ლიტურგიაზე. სასულიერო ხომ? აი კონკრეტულ ფასეულობებს მიუთითებს. კონკრეტულად არის ჩამოთვლილი დილის საღამოსლოსური თხოვნები და რაღაც აბსტრაქტული თხოვნებია. არა, კონკრეტული თხოვნებია. და აი ამ კონკრეტულად ვევედროთ უფალს, რომ გზა გაგვეხსნას, სულიერად წინ წავიდეთ, გამოვიდეთ, აი ამ ფონს გავიდეთ რა, გადავლახოთ ეს გაჭირვება, გადავლახოთ ეს სულიერი კრიზისი, ხორციელი კრიზისის გადაილახავთ, თავარი სულიერი კრიზისი, გადავლახოთ ეს რაღაც დამალული, ჩაბუდებული მახეები, ჭები, ხაფანგები, ჩიხები, გამოვიდეთ, რაღაცა გარღვევა მოხდეს ჩვენ სულიერ სივრცეში, გაიხსნას გზა, გახსნილია გზა ისედაც, ჩვენ არ შევუშვებით ჩვენ თავს. ამის შესახებ ცოდნა უზარმაზარი მოცემულია სახარებაში. ჩვენ უნდა შევისისხორცოთ ეს ცოდნა და ამ სამყაროში ვეცადოთ ამ ცოდნით არა მარტო აღვიჭუროთ უბრალოდ გონებრივად, არამედ ეს განმახორციელოთ ყველა საშუალებით, აზრით, სიტყვით და საქმით და შევიცნოთ ჩვენი თავი ქრისტეში. აი ამას გისურვებთ. ვიდრე დაგდოსოთ და უამრავი გზა არსებობს, უამრავი საშუალება არსებობს, უამრავი ყველა გაჭირვები და ყველა შეცდომიდან გამოსვლისა, უამრავი მონანიების დაშავების, რაც დააშავა და შეცდომა ჩაიდინა ადამიანს, ყველაფრის გამოსწორება და ახალი ცხოვრების დაწყება სულ ყოველ დღე უნდა გავაკეთოთ და შესაძლებელია. აი ეს არის შეშმარიტება და ამაში გვეხმარება უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენ გვაძლევს ძალას, პირდაპირ აი გვაძლევს ძალას ხელში აი ეს. შენ ხელები აღაფხარი და პირდაპირ ხელში აი ჩაგიგდებ ძალას იმისა, რომ შენ გადალახო იარაღს სულიერს, რომ გადალახო ეს შენი ესე ვთქვათ გაჭირვება და შენი საკუთარი თავის ხაფანგი და ჩიხი და გალია. გამოხვიდე აქედან და შეხვიდე ჭეშმარიტ ქრისტეს მიერ რეალობაში, სულიერი ძიების გზაზე. ეს ბრძოლები კიდევ მოკლედ თქვი, ძალიან ბევრია. ამას ეს იმდენი ბრძოლა, იმდენი განსასწრელი, იმდენი დღეს მით უმეტეს ჩვენ ამ პოსტსაბჭოთა სივრცის ხალხს, იმდენია, რომ ამას ვერ ჩამოვთი ლექციაში გადავა მაშინ. ამიტომ ქრისტეს მიმდევარი ყოველთვის იცოდეთ, რომ ყოველთვის ბრძოლებშია. მაგრამ უფალი მას მიუძღვის, უფალი უძაღის ჭეშმარიტება მას მიუძღვება, ლოცავს და ბოროტი ძალა ვერ ძალადობს მას, იცავს უფალი. ანგელოზი ხო გვაქვს მომიჩამოთი, ბარღოდი ანგელოზი, წმინდანები, ასე იცავს. და წინ მიდის ადამიანი, მაგრამ უმოქმედო არ უნდა იყოს, გულგრილი არ უნდა იყოს, როგორც აღნიშნეთ, სიყვარულით უნდა ქონდეს ანთებული გული, გონება, განწმენდილი გული და გონება ანთებული სიყვარულით, ეს სასწაული ცეცხლია, საოცარი ცეცხლია. თვალებში ეტყობა ადამიანს, ხო, რომ შეხედა, აი როგორი ყურება, როგორი სულიერი ატმოსფეროა, ხო, როგორ გიყურებს, როგორი კეთილგანწყობა, როგორი კეთილი ენერგია მოდის მისგან, ეს გულგრილობა სულ სხვა სისხლიანობას სხვანაირ რეაქციას იძლევა. მაგრამ როცა სითბოს, სიყვარულს, ენერგიას, დადების, კეთილგანწყობას გზნობ, ეს აუცილებლად იგზნობა ესეც. ამიტომ ეს მოქმედებაში რომ სულ უნდა გავაღვიოთ ეს ჩვენში ეს ნაკვერჩხალი. თუ გვინდა რომ არ დავმარცხდეთ. თორე ისე ადვილია დამარცხება, რა უნდა ადამიანის დაგდებას. ძალიან ადვილია. ცოდვა ის კი არის რომ წაიქეცდეთ დაეცი. ცოდვა ის არის რომ იმედი არ აქვს, სიყვარულებრივი იმედი იმისა რომ ადგომა შეგიძლია. აი ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა და ყველაზე დიდი შეცდომა და იმის რომ არ გჯერა რომ უფალს შეუძლია აგაყენოს და წამოგაყენოს. თორე დაცემა ვის გავაკვირებთ ახლა ცოდვის და დაცემის ცოდებს არ ვიდეთ. ყველა ცოდვილებია მონანული ცოდვილები, მაგრამ თავარი ყველაზე საშინელი ცოდვა ისაა რომ შენ აგზელებ წოლას ცოდვის წინაშე და იმედი არ აქვს და ჯერა იმისა რომ შენ ზეცას შეუძლია მოძღვარს ზეცას მოძღვარს შენს ახლობელს შეუძლია რომ წამოგაყენოს პირველ რიგში უფალს შეუძლია წამოგაყენოს და ისევ ახალი ძალა ახალი ცოცხალი ენერგია მოქცეს შენ ისთვისაც სულ გიძახის არა ნებავს სიკვდილის ცოდვილისა გამხდა სიტყვებია ამას გამარტება უნდა არამედ მოქცევა და ცხოვრება მის და გზის გახსნა ასე შემდეგ ასე მინდა რომ დაგვრჩო და გზახსნილი გქონდეთ ის საჯარო სულ სასწაულებლად ამინ